თანამდებობაზე 8 თვიანი ყოფნის შემდეგ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გაადგომის შესახებ განაცხადა. ქვეყნის მთავრობის აწმყო ყოფილ მეთაურს გააწყუტლება ფაქტობრივად არ განომარტავს, მაგრამ თქვა, რომ აღარ შეუძლია სახელმწიფოს მართვა თავისი პრინციპებით და შეხედულებებით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ალექსანდრ მუნტიანოს მადლობა გადაუხადა მაია სანდომ იმ 8 თვიანი სამუშაოსთვის, რაც მან ქვეყნისთვის გაწია. მან უარყო მოლდოვურ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ პრემიერის გაადგომა რაიმე ფორმითაა დაკავშირებული მისთვის უფლებამოსილების ხელშეშლასთან. ამ თემას კი სიცრუე უწოდა. სანდოს განმარტებით პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სრული თავისუფლება შეესრულებინა საკუთარი მანდატი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად თავისი შეხედულებების ამებრ. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებს, კიშინეუს მთავარი ამოცანა კვლავ იქნება მიმართული ევროინტეგრაციასა და ამ პროცესისთვის საჭირო რეფორმების შესრულებაზე. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბრიუსელმა მოლდოვას მოლაპარაკებების კლასტერები გაუხსნა. აუცილებლად გვჭირდება გადავიაზროთ ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის ფისკალურ პოლიტიკასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული. ხელისუფლებაში შეკრული გუნდი გვჭირდება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის მიზანს, ევროკავშირში გაწევრებას. ეკონომიკური განვითარების რეალიზებისთვის გვჭირდება გადამწყვეტი ნაბიჯები. მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც კეთილს ინდისიერად და ჭეშმარიტად მუშაობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებში, არ დაკარგოთ შრომისადმი ენთუზიაზმი. ქვეყნის მომავლისადმი ნდობისთვის ჩვენ ვალდებულები ვართ მივაღწიოთ წარმატებას, შევიყვანოთ Moldova ევროკავშირში და განვავითაროთ სახელმწიფო. Să reușim să ducem Moldova în Uniunea Europeană și să dezvoltăm țara. ალექსანდრო მუნტიანო წარსულში საფინანსო სექტორში იკავებდა მაღალ პოზიციებს, როგორც მოლდოვის ეროვნულ ბანკში, ისე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში. ის ასევე ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც მოლდოვის გარდა უკრაინასა და ბელარუსშიც საქმიანობს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა დღეს შემთხვევა მოლდოვაში აერონავიგაციების მომსახურების უზრუნველყოფის სფეროში არსებული სახელმწიფო კომპანიის იგულივ სკანდალს, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა თანამშრომელთა მაღალი შრომითი ანაზღაურების გამო. კიშინეუში ეჭვობენ, რომ საქმე შესაძლოა კორუფციულ სქემას უკავშირდებოდეს.